რეალობაა, ზედასასუნთქი გზების ინფექციას ხშირად იწვევს ვირუსები, ისეთი როგორიც არის გრიპის ვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და რინოვირუსები. შესაძლებელია ბრონქოსპაზმი გამოიწვიოს ასევე ბაქტერიებმა, მაგალითად ყივანაკხველას ბაქტერიამ. შეიძლება ასევე ბრონქოსპაზმი გამოიწვიოს ოთახის მტვერმა, სინესტემ, ობის სოკოს სახით, ასევე გამონაბოლქვმა, თამბაქოს კვამლმა. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ პროცენტული მაჩვენებელი მოგვიანებით ასთმის ჩამოყალიბებისა ბავშვებში არის მაღალი, მაშინ, როდესაც დედები ორსულობის პერიოდში და ჩვილობის ასაკში მომხმარებლები არიან თამბაქოს. არა, ყველა შემთხვევაში ბრონქოსპაზმი არ ნიშნავს ასთმას, თუმცა ექიმის პრეროგატივაა ჩაატაროს კვლევები, დასვას დიაგნოზი და მართოს კონკრეტული შემთხვევა. უნდა აღინიშნოს ის, რომ ადრეული ასაკის ბავშვებში ხშირად ვლინდება ვირუს-ინდუცირებული ბრონქოსპაზმი, თუმცა კარგად ნამართი სიტუაცია პუბერტატულ პერიოდში იმას ნიშნავს, რომ თითქმის აღარ დაფიქსირდეს შემდეგ ბრონქოსპაზმი.